მოგესალმებით. გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მძიმე ანგარიში გამოქვეყნდა. და ასევე იყო შემდგომი ბრიფინგები გაფართოების კომისარის მარტა კოსის, ისევე როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის და უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საკითხებში კაია კალასის მხრიდან, რომელიც ადასტურებს ორ რამეს. ერთი, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში სამწუხაროდ საქართველოს, რომელმაც საქართველოს ხალხის ძალისხმევით მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ქვეყანა, დღეს არანაირი მომავალი ევროკავშირში არ აქვს. ეს არის სწორედ ივანიშვილის რუსული რეჟიმის მოქმედებების ნაბიჯების ანტიდასავლური, ანტიევროპული პოლიტიკის შედეგი. ერთი და მეორე, მარტა კოსმა და კაია კალასმა ღიად ისაუბრეს იმაზე, რომ ივანიშვილის რეჟიმი მიზანმიმართულად ატყუებს ქართველ ხალხს ილუზიის შექმნის მიზნით თითქოს და ფორმალურად მაინც საქართველოს რჩება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. ეს არის ილუზია, ეს არის ტყუილი და სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს, ქართველ ხალხს, რომელსაც ელოდება ევროკავშირი საკუთარ დიდ პოლიტიკურ უსაფრთხო ოჯახში, შეუძლია რომ აღადგინოს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მოვიშორებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. ევროპული პენსია, ევროპული ხელფასი, ევროპული განათლება, ევროპული კეთილდღეობა, ევროპული უსაფრთხოება შეგვიძლია დავიბრუნოთ და მოვიპოვოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვიშორებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. ასევე, რა კონკრეტული შედეგი ექნება ამ უკიდურესად მძიმე ანგარიშს, რომელიც გუშინ მოვისმინეთ. სამწუხაროდ, სწორედ ამ ანგარიშს გამოიყენებს ევროკავშირი უვიზო მიმოსვლაზე გადაწყვეტილებისთვის. თქვენ იცით, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო გუნდი მრავალი თვის მანძილზე მუშაობს ძალიან ინტენსიურად იმაზე, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ შეეხოთ საქართველოს მოქალაქეებს და ივანიშვილის რუსული რეჟიმის ავტოკრატიული ნაბიჯების გამო არ დასანქცირდეს ქართველი ხალხი და მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღო, იმიტომ რომ ახლა ევროკავშირი მსჯელობს უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე მხოლოდ რეჟიმის წევრების მიმართ. საუბარია ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე, მოძალადეებზე, ცრუმოწმეებზე, ეგრეთ წოდებულ მოსამართლეებზე, პროპაგანდისტებზე, რომლებიც ატყუებენ ქართველ ხალხს და ფინანსურ ბიზნეს ელიტაზე, რომელიც ძარცვავს ქართველ ხალხს და აფინანსებს ივანიშვილის რეპრესიულ რუსულ მანქანას. ეს ანგარიში დაედება საფუძვლად ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძალისხმევის შედეგად ეს გადაწყვეტილება არ შეეხება საქართველოს მოქალაქეებს და ევროკავშირი ამოქმედებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმის წევრების მიმართ.